შენ ხო იცი რა ზოლაპარაკობ ხო ესეა? შენ ხო ეს ვირუსული მომენტი იცი? აუცილებლად გინახავს ეს ვირუსული მომენტი. მენტი გულისხმობ ინტერნეტში ყველგან გავრცელდა არა? Adi აქედან. კარგი, თქვენ ყველას გინდათ იცოდეთ რა კონტექსტია ამ ყველაფრისთვის. ეს იყო ძალიან ხანგრძლივი მზერითი დაპირისპირება ამ თეთრკანიან მოთამაშესა და ამ შავკანიან მოთამაშეს შორის ორმაგ NBA-ში. რატომ ახსენებ მათ რასას? არა იმიტომ, რომ განსაკუთრებით მაინტერესებს მათი რასა, არამედ იმიტომ, რომ ეს მნიშვნელოვანია ამ ამბავში, რადგან ამან ასეთი აურზაური გამოიწვია. გარდა იმისა, რომ ამან ეს ქალი, სოფი კანინგემი, რომელიც WNBA-ის მოთამაშეა, ცოცხალ ლეგენდად აქცია იმის გამო, რომ ასე ძლიერად შეხედა ადამიანს, რომელიც მისი აზრით წესების დარღვევით მოიქცა. ამან უზარმაზარი დისკუსია დაიწყო რასის თემაზე. ეხლა რასაც ბევრი ადამიანი არ იცის, არის ამ ვიდეოს კონტექსტი და კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ყოველთვის ამ ამბის გასაგებად. WNBA-ის რეიტინგები ცნობილია, რომ არც თუ ისე მაღალია და ასე დაიწყო ყველაფერი. მგონი პროცენტულად დაახლოებით 80% მათი მოთამაშეებისა შავკანიანია. კარგი, ეს არის გროკისგან. აქ ხედავთ სტატისტიკას. დაახლოებით 80% მათი მოთამაშეებისა შავკანიანია. ეხლა ეს არ არის მიზეზი, რატომაც WNBA-ის ცუდი რეიტინგები ჰქონდა. უფრო იმიტომ, რომ ქალთა სპორტი როგორც წესი არ არის ის სფერო, რომელიც ხალხს დიდ აღტაცებას ანიჭებს. ისინი როგორც წესი არ უყურებენ მას. ასევე იმიტომ, რომ ქალთა სპორტისთვის მარკეტინგის ბიუჯეტი ბევრად ნაკლებია, ვიდრე მამაკაცთა სპორტისთვის, რამაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა დაიწყო ცვლილება. როგორც არ უნდა იყოს, ბოლო დროს მათ შემოიყვანეს რამდენიმე თეთრკანიანი მოთამაშე, რომლებმაც მართლაც დიდი აუდიტორია მოიზიდეს, რადგან ლედიიმ პიროვნება. და ამას გარდა ამ თამაშებში ძალიან საინტერესო რამ ხდება. ერთის შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე ფოლი ხდება თეთრკანიანი მოთამაშეების წინააღმდეგ. შავკანიანი მოთამაშეების მხრიდან, რომლებიც ხშირად ძალიან პოლიტიკურად მოტივირებულები არიან. შეიძლება ითქვას წარმოადგენენ BLM-ს და ასე შემდეგ. ისინი საერთოდ არ ერიდებიან პოლიტიკის თამაშიდან გამოტოვებას. და ეს ფოლები თითქოს უგულებელყოფილია, ფილია. კარგი, პატარა კომპილაცია. ენქშონი რომ ჭირდება. კარგი, რაღაც მიზეზის გამო ეს ქალთა სპორტი უფრო ძალადობრივი ხდება და მაინც ბევრი არაფერი კეთდება ამის შესაჩერებლად. ეხლა შეხედეთ ამას. კარგი. ეს ნამდვილად ძალიან მძიმე ძალადობაა. და უნდა იცოდეთ, რომ იმ ვიდეოს შემდეგ იმ გოგოს, რომელმაც თავდასხმა განახორციელა, მხოლოდ ერთი თამაშით აუკრძალეს მონაწილეობა და $1000 დააჯარიმეს. ეს ხუმრობაა, მან პირდაპირ დაახჩო ის, კარგი? მაგრამ თქვენ უფრო და უფრო ხშირად ხედავთ ესეთ ტენდენციებს, არ ვიცი, ძალადობას, რომელიც საერთოდ არ შეეფერება თამაშს. და რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს ის სუპერვირუსული მომენტი, როცა ეს თეთრკანიანი გოგო ასე იქცეოდა შავკანიანების წინააღმდეგ. და შავკანიანები აბსოლუტურად აღშფოთებულები არიან ამაზე, ამას BLM-2-საც კი ეძახიან, რადგან ის რასობრივ პროვოკაციას ახორციელებს. სიამბილეში ვფიქრობ, თუ კადრებს უყურებთ ფთკულისებიდან ან არაკულისებიდან, არამედ თვითონ თამაშის დროს, რაც ამ მომენტამდე მოხდა, არ ვიცი მართლა რასობრივი პროვოკაცია, თუ უბრალოდ იმიტომ მიუთითებს მასზე, რომ მოედანზე რაღაც დარღვევა მოხდა. მოდით ნახოთ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. უბრალოდ დაარქვით ამას თავისი სახელი, რასიზმი. ეს დაიწყო კეიტლინ კლარკით და ახლა ჩემზე გადმოვიდა. ყველა მხედავთ ამას. როცა თეთრკანიანი მოთამაშეები მაღალ დონეზე თამაშობენ, უცებ ხდებით ამპარტავნები, თითქოს ვიმსახურებთ დართმას, ან ზედმეტად ემოციურები ვართ. მაგრამ სიმართლე რომ თქვათ, უბრალოდ არ მოსწონთ, როცა თეთრკანიანი გოგონები მათ თამაში დომინირებენ. ქონია შემთხვევა, როცა იდაპუ ჩამარტყეს, მიბიძგეს. თამაშის დროს კი მოთამაშეებს მუქარებით შუმად უთქვამთ. და რისთვის? იმიტომ რომ ძვიერად ვთამაშობ, იმიტომ რომ უკან არ ვიხევ. ეს მხოლოდ ფიზიკური არაა, ეს მიზანმიმართულია. ეს სიძულვილია. და ამაზე აღარ ვაპირებ შუმად ყოფნას. თუ უსამართლოდ დამარტყამენ, მეც საპასუხოდ დავარტყამ. წერტილი. ადრე გავაკეთე ეს და ისევ გავაკეთებ. სხვებლის როლში არ ვარ. აქ იმისთვის ვარ, რომ შევეჯიბრო. მაგრამ არასდროს დაუშვებ, რომ ვიმემ დამამციროს მხოლოდ ჩემი განისფერის გამო. თუ გონია რომ უნდა ავიდანო ეს და გავიღიმო, არასწორ ადამიანს შეარჩიე. და კეიტლინიც იგივე სისულელეს გადის. ჩვენ ვხედავთ ამ კანონზომიერებას და ლიგამაც ჯობს დაინახოს ეს. თუ ახლა არ დაიცავ სამართლიანობას, როდის დაიცავ? თუ ჩემთან და კეითინთან ერთად ხარ, თუ ორმაგი სტანდარტები გბეზდება, კომენტარებში დატოვე მხარდაჭერის კომენტარი. აქ ძნობინე მათ, რომ მარტო არ ვართ. გულისხმობ, არ ვიცი, შეიძლება თუ არა ამ მოვლენაზე უკეთესი პასუხი არსებობდეს. ეს არის იმ ინტერვიუდან, რომელიც მან ჩაწერა. და შეხედეთ განსხვავებას იმას შორის, რასაც ის ამბობს ამ მოვლენის შემდეგ, კარგი, და რას ამბობს შავი მოთამაშე. უბრალოდ ვანიშნები და ის მითხრა. ნუ მაჩვენებთიც. და მე ვიფიქრე, არ უნდა მეთქვა ეს.
და აღარაფერი მithქვამს. ეს უბრალოდ ძალიან კარგი მომენტია. ისე კარგია. ეს მართლაც ძალიან კარგი მომენტია. ის უბრალოდ არ ჩერდება. ის სიტყვით არ ჩერდება. რადი ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს ხალი ნამდვილი მაგარია. ეხლა უკვე მესმის, რატომ იზრდება მაყურებლების რაოდენობა, რადგან მეც მინდა უყურო მას. მე ვუყურებდი ყველაფერს, რასაც ის აკეთებს. მისი დამოკიდებულება, ის ძალიან საინტერესოა, ის ძალიან გასართობია და ის არ აძლევს თავს უფლებას, რომ ვინმემ დაჩაგროს. ანუ ნახეთ, ის უბრალოდ ამას არ უშვებს. ის უბრალოდ არ იხევს უკან. და ცხადია, ამაზე მემები გიჟურია. ინტერნეტი მთლიანად აფეთქდა ამ ამბით. Არილი, ეხლა როგორც თქვი, აი ამ მომენტის კონტექსტი, ეს იგივე ძველი თემა, თქვი. ეს ხო ფოლი არა? მათი ბძვიან თავიანთი ტანკებით და ბომბებით. ანუ ხომ ასეა, ის სულ ხანავს შეცდომას. კარგი, ურტყამენ, ესხმიან თავს. და მსაჯები არაფერს აკეთებენ ამაზე. ეხლა არ ვიცი შენ როგორ ხარ. ის ფაქტი, რომ ქალთა სპორტს ცუდი სახელი უჩნდება ორი ადამიანის ჩხუბის გამო, ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელია. მაგრამ ვფიქრობ, ეს ასევე მნიშვნელოვანია იმის აღსანიშნავად, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ასაზე. და თითქოს ვერ ვაცნობიერებთ, რომ ძალიან ხშირად სწორედ თეთრკანიანები არიან თამაში, ვინც ამ რასიზმისგან იტანჯებიან. გიჟი ვარ, იცი, თამაში მონაწილეობა, დისკვალიფიკაცია, უბრალოდ მთელი ის ნარატივი, რაც იგი ქმნება. სანთუხაროა, რომ საქმე აქამდე კალათბურთის გამო მივიდა. ჩვენგან ბევრმა, მე და ტუდორმაც კი, არც კი ვიცოდით, რომ ეს ეპიზოდი მოხდა, სანამ თამაში არ დასრულდა. და ეხლა იცი, ჩვენ ბოროტ მოქმედებადად გვასახავენ და სიკვდილის მუხარებს გვიგზავნიან. ასე რომ ეს ნამდვილად მიუღებელია. ეს არის რაღაც, რაც ამ ლიგაში უნდა შეიცვალოს. ვიცოდი, რომ ეს წამი იყო. ვიცოდი, რომ ეს პირდაპირ წამით ადრე იყო, სანამ დაიწყებოდა მთელი ეს რასისტული მსხვერპლის როლში ყოფნის ამბავი. მსხვერპლი. დიქტომი. მსხვერპლობის მდგომარეობა. როცა თეთრკანიანი მოთამაშეები იწამენ კალათბურთის თამაშს. ეს მსხვერპლობის მდგომარეობაა და ძალიან გაზვიადებულია. ხალხი უკვე დაიღალა ამით. განსაკუთრებით, როცა ამას ადარებ იმას, რაც ახლახან სოფი კლარკისგან ნახეთ. ყველაფერი ამ ინციდენტის შესახებ, მათემატიკა, ვიტროლი და მსგავსი რაღაცები სოციალურ მედიაში. როგორ ფიქრობ, როგორ შეეძლოთ მათ უკეთ დაეჭირათ მხარი ამ ინციდენტში? მე ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ არ ეხება დისკვალიფიკაციას. თუ მათ ეგონათ, რომ იმ მომენტში ეს იყო საჭირო, მაშინ ასე იყოს. მაგრამ ვფიქრობ, კიდევ ბევრი სხვა მომენტია, რაზეც იგივე შეიძლება ითქვას. ვფიქრობ, მთავარი ისაა, რომ ეს უბრალოდ ჩვენს უსაფრთხოებას ეხება. ჩვენ ძალიან ზრუნავთ მოედანზე უსაფრთხოებაზე. მაგრამ ისევ და ისევ ადამიანები გვემუქრებიან სიცოცხლეს, ავრცელებენ ჩვენს მისამართებს. ისევ და ისევ მსხვერპლი. აქ ბევრი მსხვერპლის როლი არ ყოფილა, ხო ასეა? და უკვე ძალიან დავიყალე ამით. მაგრამ იცი რა, თუ ეს არის ის, რასაც ინტერნეტი მოგცემს, ესეთი ტიპის გართობა, ხო ესეა. წარმოგიდგენია, რამდენად სიგიჟეა, რომ ესე ადვილად გამოვიდა ეს ყველაფერი. და ის ამბობს სიკვდილს იმის ნაცვლად, რომ ისაუბროს იმაზე, რომ არ არის ნორმალური, რომ ვინმე ტელში დაარტყა, ამბობს, ჩემი უსაფრთხოება. და მერე კეითლინი ძირს და უი. სხვათა შორის, რომ ნათელი იყოს, ეს ორი სხვადასხვა თამაშია. ეს ერთსა და იმავე თამაშზე არ ხდება, ხომ ასეა? ეს ერთი შემთხვევა იყო. და მერე სოფი პასუხობდა კლარკს, რომელიც მისი მეგობარია. ის უბრალოდ ამბობს, საკმარისია, მეტი აღარ შემიძლია. ისინი მუდმივად გვიქნიან ასეთ რაღაცებს და ჩვენ არაზრდასდროს ვამბობთ არაფერს, არასდროს ვაკეთებთ არაფერს და ამიტომ მინდა რომ თავი უხერხულად იგრძნონ. და რა თქმა უნდა, ასეთ კომენტარებსაც იღებ. ისტორიულად, როდესაც თეთრკანიანი ქალი თითს იშვერდა ფერადკანიანზე, ეს ხშირად ლინჩის ბრბოთ ისრულდებოდა. სოფი კანინგემი აშკარად ვერ ხვდება იმ თაობათა ტრაუმას, რომელიც როგორც ამბობენ, ამ ჟესტმა გამოიწვია მის შავკანიან, ყავისფერ, ქვიარ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე LGBTQ და ფერადკანიან მეგობრებში. როგორც არ უნდა იყოს, ეს არის ამ ვირუსული მომენტის ისტორია. ეს სამუდამოდ დარჩება მიმად. სამუდამოდ გამოიყენებენ სიგიჟის აღსანიშნავად. და რა თქმა უნდა, მადლობა ყურადღებისთვის ამ საკითხზე.